ბრძოლა ბოლომდე. 36 წლის წინ აქ რუსთაველის გამზირზე ის ხალხი დაიღუპა ჩვენთვის. ახალგაზრდები იბრძოდნენ სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს ძებს და ძმებს ნიჩბებით. ჩვენი სიჯიუტის დღე, როცა არასდროს არ დავნებდით, ბრძოლა არ იგივე, მტერი არის იგივე. ხელიდან გვეცლება შინაარსობრივი დამოუკიდებლობა. არავითარ შემთხვევაში არ დავთვალოთ ჩვენს დამოუკიდებლობას. გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ვერ მოვლენ, არ მოვიშლით. დავაცვლოთ რეჟიმი, დავაცვლოთ რუსები. სტუდენტები ყოველთვის იყვნენ იქ, სადაც საჭიროა და სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. თქვენ ხართ ძალა და ჭირდებით რუსთაველს. უცნობად უნდა გაჩენდეს გამარჯვების დღე. ყველა ერთად დავიდგეთ და გამარჯვება გადავუვადეთ. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. მანამ სანამ არ დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 9 აპრილისთვისაც ახალგაზრდები იბრძოდნენ ზუსტად იგივე პროცესს გავდივართ ახლა. ისევ იბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი წარმოადგენენ ზუსტად იმ რეჟიმს, რომელსაც შეეწირნენ ეს ახალგაზრდები. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას გამარჯვებამდე. 9 აპრილს უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ ის ხალხი ტყუილად არ დაღუპულა და ის ხალხი დაიღუპა ჩვენთვის. და როგორც მინიმუმ მადლიერები უნდა ვიყოთ. მეორე, ჩვენ გვაქვს მაგათი ვალი და მესამე, არ დავნებებული ვართ. ბრძოლა გრძელდება, მოდით. აი ამ ადგილზე დაყვილი სისხლი გახდა გარდამტეხი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე, მაგრამ 36 წლის შემდეგ ისევ დამოუკიდებლობა საფრთხე ემუქრება და ეს რეალური საფრთხეა. ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეთ აქ 9 აპრილს და მთავრობას გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავთვალოთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ბრძოლა ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება. 9 აპრილს უნდა მოვიდეთ, იმიტომ რომ ზუსტად იმავე ბრძოლაში ვართ, რა ბრძოლაშიც მაშინ იყვნენ 9 აპრილს აქ ახალგაზრდები და არ მხოლოდ ახალგაზრდები. ბრძოლა არ იგივე, მტერი არის იგივე. ასე რომ ვაგრძელებთ მათ დაწყებულ საქმეს, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ. ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა გრძელდება 9 აპრილი. გარდა იმისა, რომ არის ტრაგედიის დღე, არის საქართველოს გათავისუფლების დღე, ჩვენი სიჯიუტის დღე, როცა არასდროს არ დავნებდით და კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ რუსეთს, რომ საქართველო ყოველთვის სუვერენული სახელმწიფო იქნება და ახლა უკვე 36 წლის თავზე ისტორია მეორდება და ისევ იგივე გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. აუცილებლად 9 აპრილს მთელი საქართველო უნდა ვიყოთ აქ. ვიყოთ იმიტომ, რომ 9 აპრილს აი ამ მემორიალთან, რომელიც აგებული არის იმ ხალხის სისხლის და სულების საპატივცემლოდ, ვინც რუსებმა დაჩეხეს, აწამეს, გაგუდეს, რომ ხვალ ამ მემორიალთან არ მოვიდეს ისევ რუსი და არ მიაგოს პატივი ყვავილების დადებით რა. ვერ მოვლენ, არ მოვიშლით. 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან საქართველოს სადარაჯოზე და ჩვენ კიდე ყოველთვის ვიქნებით მათ სადარაჯოზე. ესე იგი, აი ამ ადგილას სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს ძებს და ძმებს ნიჩბებით. რუსი ჯარისკაცები. ეხლა აი ამ რუსი ჯარისკაცების, აი ამ ტყუილი ძალის წარმომადგენლები არიან ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. და მათ აქვთ იმედი, რომ აქ ჩვენ საზოგადოებას რაღაც მარწუხებში მოაქცევენ და რეჟიმის, ასე ვთქვათ, რაღაცა გალიაში გვაცხოვრებენ, რა. და აი ამ ცდილობაში მათ აქვთ იმედი, რომ აი აქ მოვლენ რაღაცა მომენტში. და აი ამ ცრუ იმიტაციას შექმნიან, თითქოს ისინი პატივს სცემენ აი იმ გმირებს, ვინც თავი გასწირეს იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც აი აქ ყოფი ადამიანები, ხამაც აქ მყოფები, ყველა ვართ თავგადადებული, რა. ეს რასაკვირველია არ მოხდება. ამას ჩვენ არ დაუშვებთ. და ჩვენი საზოგადოება აი ამ 9 აპრილის მერე ისე შევა ახალ ეტაპზე კონსოლიდაციის და გაერთიანების, როგორც მაშინ 99 წელს მოხდა და როგორც მაშინ შეიგრძნო საზოგადოება მაინც ერთობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენში არის. აი ამას გავაღვივებთ ბოლომდე. 9 აპრილი არის ერის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. მე 9 აპრილს ვუწოდებ დღე ცრემლნარევის სიხარულისა. ცრემლით დაიწყო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. შესაბამისად ეს დღე არის ცრემლნარევის სიხარულის დღე. ახლანდელი 9 აპრილი, მე ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ბრძოლა მიმდინარეობს ისევ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელ რეჟიმთან ბრძოლაშიც დაიღუპა უამრავი ქართველი ადამიანი.
აქედან გამომდინარე ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და ამავდროულად არის იგივე რეჟიმთან ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. 9 აპრილი არის ესეთი თარიღი, რომელიც ქართლის საზოგადოებაზე მკითხველია, ვინაიდან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ამ 9 აპრილს მოხდა, ამიტომ მათ მოსახსენიებლად, მათ პატივსაცემად საჭირო არის, რომ უკნებრივ ყველა გამოვიდეს რუსთავაზე, ვედგეთ ერთმანეთს მხარდამხარ და ასე დავიბრუნოთ ის ევროპული და ქართული ეროვნული გზა, რომელსაც ვიდექი და რომელიც გადაგვახმოვნა პრორუსულმა მთავრობამ. ამიტომ ყველა ერთად დავიდგეთ და გამარჯვება გარდაუვალეთ. 36 წლის წინ აქ რუსთაველის გამზირზე ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გააკეთეს იდეალების დასაცავად, რომელსაც ქვია დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეხლა აი ამდენი წლის შემდეგ ისევ გვიწევს იგივე იდეალებისთვის ბრძოლა. ამიტომ აუცილებელია 9-ში ყველანი მობრძანდეთ რუსთაველზე და დაიცვათ ჩვენი წინაპრების მონაპოვარი. ეს არის ჩვენი მოვალეობა. გელოდებით ყველას ერთად, რომ ვუთხრათ რუსულ რეჟიმს. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. პირველ რიგში მინდა მოუწოდო ყველა ყოფილ სამხედროს, ყველა მეომარს, ყველა ჯარისკაცს, ყველა ვეტერანს, რომ ხვალ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ აქ იმისთვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს თავისუფლების ბრძოლაში დაუდგეთ გვერდზე. ეს არის ისევ იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავიწყეთ და ეხლა დროშა უბრალოდ ახალგაზრდების ხელშია და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს ბრძოლა მათ მიიღონ გამარჯვება. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ჩვენ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ სამწუხაროდ და ეხლა ის დროა, რომ რუსების ფეხი ამოკვეთოთ საქართველოსდან, დავასრულოთ რეჟიმი, დავასრულოთ რუსები და ახალ თაობას დაუტოვოთ გამარჯვებული საქართველო. 9 აპრილს 36 წლის შემდეგ როგორც 1999 წლის 9 აპრილს ამაგრებდნენ რუსთავის სტუდენტები და შეაკვდნენ რუსულ ჩექმასა და ტანკს, 36 წლის შემდეგაც ქართული სტუდენტები ვიდგებით აქ. ქართული სტუდენტები გავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტმა უნდა გაიაზროს ეს ფაქტი, რომ თქვენ ხართ ძალა და გჭირდებით რუსთაველს. 36 წლის წინ 1999 წლის 9 აპრილს ქართველიერი გამოვიდა გარეთ და სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ეს დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც გარაპირობა შემდგომ უკვე ჩვენთვის ნამდვილად დე-იურეთ თავისუფლების მოპოვება. დღეს 36 წლის თავზე ჩვენ იგივე ბრძოლაში ვართ, რეალურად იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვინაიდან რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენს დაპყრობას და დამოუკიდებლობის წართმევას. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ეს სიმბოლური დღე ზუსტად იმავე ფორმით გამოვხატოთ და აღვნიშნოთ, როგორც ეს 36 წლის წინ მოხდა. ამიტომ გადავწყვეტეთ სტუდენტებმა, რომ 8-ში 7 საათზე თესეუს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე სტუდენტები გავმართავთ მარშს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე და განსაკუთრებით სტუდენტი იყოს აქ, იმიტომ რომ გვახსოვს, რომ სტუდენტები ყოველთვის იდგნენ იქ, სადაც საჭიროა და სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. ბრძოლა გრძელდება. ხვალაც აუცილებლად უნდა მოვიდეთ და 9 აპრილსაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ფორმალური დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ ხელიდან გვეცლება შინაარსობრივი დამოუკიდებლობა, რომელიც ესე ყოველ დღე გვაქვს საბრძოლი, რომ ისევ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ და ზუსტად აი ამ შინაარსობრივი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად უნდა შევიკრიბოთ 8-შიც და 9-შიც. ბრძოლა გრძელდება. 9 აპრილი არის ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ეს არის გამარჯვების და დიდი ტკივილის დღე ერთდროულად. რეალურად ხვალ ჩვენთვის აუცილებლად უნდა გათენდეს გამარჯვების დღე და დამარცხების დღე ვეღარ უნდა დადგეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განადგურების პროცესი იქნება.